ეს არის ახალი სამზა დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში საპროტესტო აქცია ბათუმში აჭარის მთავრობის სახლთან აქცია მოეწყო მოქალაქეებმა ბაგრატიონის ქუჩაზე ცენტრპოინტისგან ნაყიდი ბინების ჩამორთმევა გააპროტესტეს. ადგილობრივებმა კომპანიისგან საცხოვრებელი ფართები ჯერ კიდევ 2006 წელს იყიდეს. კორპუს სამშენებლო კომპანია ბათუმის მერიასთან ერთად აშენებდა, თუმცა მოგვიანებით გარკვეული ვალდებულებების გამო ბინები მერიას გადასცეს. ცენტრპოინტის მმართველი კომპანია დექსუსი კი მოქალაქეებს კომერციულ ფართებს მაგნოლიაში სთავაზობს, რაზეც ადგილობრივები არ თანხმდებიან. ბათუმის მერია კი პასუხისმგებლობას იხსნის და აცხადებს, რომ 65-ვე ოჯახი კომპანია დექსუსმა უნდა დააკმაყოფილოს. ბაგრატიონის ქუჩაზე არსებულ კორპუსებს კი ქალაქის მთავრობა სოციალური პროგრამებისთვის გამოიყენებს. ჩვენ დავდივართ ქალაქის მერიაში, რობერტ ჩხაიძესთან, იქ ვერავით არის პასუხი ვერ მივიღეთ. მე ბატონ ვარშალომიძესთან სად არ დავდივართ, ფინანსთა მინისტრთან, არავინ, ესე იგი წესიერი პასუხი არ მოგცა, ყველა გვატყვილებს, ყველა ესე იგი როგორ გითხრათ, ესე იგი უკვე მტრებად მიგვიჩინეს, რადგან ჩვენ ყოველთვის ვაკითხავთ, ყოველთვის ვაწუხებთ. ჩვენ მაგისი საშუალო მქონოდა. იქ მაგნოლიაში კი არ მივიდოდით, ან შენებაში კი არ შევიტანით ნაწილ-ნაწილს. მაშინ ვიყიდი ბინასა შევასახლებდი მაშინ. ხო, ჩვენ საწავიდეთ, ვითხოვთ სააკაშვილიდან ჩვენ რომ სანამ არჩევნები მოხდებოდეს, ჩვენი საკუთრება დაგვიბრუნოს. არ ხდება, თავიდან ხდებოდა, კიო, გვეუბნებოდა, ყვიდებოდა, მაგრამ ეხლა იმალებად